სასურსათო პროდუქტებზე ფასების ზრდა მსოფლიო მასშტაბით ბოლო წლებში ერთ-ერთ ყველაზე მწვავე და ხშირად განხილულ ეკონომიკურ პრობლემად იქცა. ეს ტენდენცია მრავალი ფაქტორის კომბინაციით აიხსნება, რომელთა შორის არის კლიმატური ცვლილებები, გლობალური მიწოდების ჯაჭვების დარღვევა, ენერგორესურსების გაძვირება, გეოპოლიტიკური კონფლიქტები და ეკონომიკური არასტაბილურობა. FAO სურსათის ფასების ინდექსის მონაცემებით 2015-25 წლების პერიოდში ფასები ყველაზე მეტად მცენარეული ზეთებისა და ცილოვანი პროდუქტების კატეგორიებში გაიზარდა. ბოლო 10 წელიწადში მცენარეული ზეთების კატეგორიამ დაახლოებით 70%-მდე ზრდა დააფიქსირა. ზრდის პროდუქტები დაახლოებით 55%-ით არის გაძვირებული, ხორცის ფასის მატებამ კი 30%-იან ნიშნულს მიაღწია. მარცვლეული 10%-ით გაიზარდა, ხოლო შაქრის შემთხვევაში ზრდა 5%-ის ფარგლებშია. მიმდინარე წლის ტენდენციებზე საუბრისას FAO საქართველოს პოლიტიკის უფროსი მრჩეველი ჯუბა მარუაშვილი ამბობს, რომ ფასები მარცვლეულზე კლებას აჩვენებს, რაც ერთი მხრივ ჭარბ მოსავლიანობას და მეორე მხრივ აზიისა და აფრიკის მხრიდან შემცირებულ მოთხოვნას უკავშირდება. რაც შეეხება ხორცს, შაქარსა და ცხიმებს, აქ კვლავ ზრდის ტენდენცია უკავია. ბიზნესი სახელმწიფო ტენდერების ფასწარმოქმნაში არსებულ ხარვეზებზე კიდევ ერთხელ ალაპარაკდა. კერძო სექტორში ამბობენ, რომ ხარჯები იზრდება, თუმცა დამკვეთებისგან ტენდერებში შეთავაზებული ბიუჯეტი უცვლელია. ცვალებადი ფასების ფონზე კონტრაქტორი კომპანიების სახელმწიფო ტენდერებში ფასთა ინდექსაციის, როგორც სავალდებულო მექანიზმის შემოღებას ითხოვენ. ინდექსაციის არსი მდგომარეობს იმაში, რომ სახელმწიფომ უნდა დააკომპენსიროს სამშენებლო მასალის გაძვირება და შესაბამისად გააზარდოს პროექტის ბიუჯეტი. კომპანია ინსის დირექტორი ზვია თოიძე აცხადებს, რომ შემხდელების ნაწილი ტენდერებში აღნიშნულ მექანიზმს ითვალისწინებს, თუმცა ბევრ შესყიდვაზე ინდექსაციის არარსებობის გამო რისკების გადაზღვევა ვერ ხდება. ფასთა ინდექსაციის ტენდერებში, როგორც სავალდებულო მუხლის შემოღებაზე ბიზნესი 2022 წლიდან საუბრობს. სწორედ 2022 წელს სახელმწიფომ ბიზნესის ინდექსაცია, როგორც ერთჯერადი მექანიზმი, რუსეთ-უკრაინის ომიდან მომდინარე ნეგატიური გავლენების შესამსუბუქებლად შესთავაზა. მას შემდეგ დარგობრივი ასოციაციის ჩართულობით სარეკომენდაციო ცვლილებების პაკეტიც მომზადდა, თუმცა კერძო სექტორი ტენდერებში ფასთა ინდექსაციის, როგორც სავალდებულო მექანიზმის შემოღებას ამ დრომდე ელოდება. ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე ნიკოლავიძე BMTV-ს გადაცემაში ანალიტიკა ამბობს, რომ პროკურატურის მიერ $700 მილიონი გათეთრების საქმეზე შემოთავაზებული ვერსიით ერთადერთი გზა ეს ფული საქართველოში მოხვედრილიყო ტელეპორტაციაა, რაც მისივე თქმით ამ დრომდე კარგად არ მუშაობს. ალავიძე დეტალურად ყვება ნაბიჯებს, რომელიც ძალოვანი სტრუქტურის ვერსიაში არ ჩანს. მისივე განმარტებით პროცედურა, რომელიც რუბლის გადარიცხვას ეხება, იმდენად რთულია, რომ ფიზიკურად შეუძლებელია სახელმწიფოს მიერ შემოთავაზებული ვერსია მართალი იყოს. შეგახსენებთ, რომ საქართველოს პროკურატურის თანახმად გამოვლენილია 2022-24 წლებში $624 მილიონი და 35 მილიონი ევროს უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ფაქტი და ფულის გათეთრების ბრალდებით დაკავებული ერთი პირი, ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული ჯიხურის მფლობელი კახა კოტორაშვილი. აგროკომპანია ქანდა აგროკალჩერი აცხადებს, რომ წლევანდელი ვაშლის მოსავლის რეალიზაცია შეფერხებით მიმდინარეობს. კომპანიის წარმომადგენელი თამარ ბერულავა BMG-სთან ამბობს, რომ პროდუქციის დიდი ნაწილი ჯერაც დასაწყობებულია და გაყიდული არ არის. მისივე ინფორმაციით, ვაშლის რეალიზაციის გაჭიანურება კლიმატურ პირობებს უკავშირდება, რამაც მოსავალი დააზიანა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები თუ სად მოხდება მოსავლის განთავსება. კომპანიის წარმომადგენლის განცხადებით, სავარაუდოდ ვაშლის გარკვეული ნაწილი გადამუშავებელ ქარხანაში ჩაბარდება, ხოლო ნაწილი კვლავ დასაწყობდება. გარდა ვაშლისა, კომპანიამ ატმის და ვაშლატ ამას მოსავალიც აიღო, როგორც ცნობილია, წელს მხოლოდ 4,5 ტონა ვაშლატამას აღება მოახერხეს, ხოლო დანარჩენი მოსავალი ყინვებს შეეწირა. 2025 წლის 31 აგვისტოს მდგომარეობით საქართველოდან აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტის ღირებულებამ $1,118,000 გადააჭარბა, რაც 3.4%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. აღნიშნულ მონაცემებს სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ძირითადი საექსპორტო პროდუქტებია ალკოჰოლიანი და უალკოჰოლო სასმელები, კაკლოვანი ხილი, გადამუშავებული კაკლოვანი ხილი და მოცვი. ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტი $18,300,000-ით 19%-ით გაიზარდა, ზრდა ძირითადად თხილის, ხილისა და ბოსტნეულის წვენების ექსპორტით იყო განპირობებული. თხილის ექსპორტის ღირებულება $10,900,000-ით მოიმატა და $33,700,000 შეადგინა, ხოლო წვენების ექსპორტმა $4,400,000-ით მოიმატა და $6,100,000 შეადგინა. გარდა ამისა, ევროკავშირში $23,600,000 ღირებულების ღვინო გავიდა, რაც $2,100,000-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს, წერია სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ პრეს-რელიზში. ცნობისთვის გეტყვით, რომ ევროკავშირის ქვეყნები ქართული ღვინის ექსპორტის თვალსაზრისით მოწინავე პოზიციაზე არ არიან. შედარებისთვის მიმდინარე წლის 8 თვეში DST-ს ქვეყნებში $124,700,000 ღირებულების ღვინო გავიდა, თუმცა თუ გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებს შევადარებთ, ვნახავთ, რომ ევროკავშირში ღვინის ექსპორტი გაზრდილია მცირედით, DST-ს ქვეყნებში კი შემცირებულია. აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ საერთო ჯამში საქართველოდან ღვინის ექსპორტმა წელს 8 თვეში $165,5 მილიონი შეადგინა, ხოლო გასულ წელს $196,600,000 იყო. შესაბამისად, კლება 15.7%-ია. წელსაც ქართული ღვინის მთავარი საექსპორტო ბაზარი რუსეთია, მას მოყვება პოლონეთი და უკრაინა.
უკრაინა. რაც შეეხება თხილის ექსპორტს, საქსტატის მონაცემებით ამ შემთხვევაში წელს ზრდა გვაქვს. მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში ქვეყნიდან 59 მილიონი დოლარის ღირებულების 7883 ტონა თხილი გავიდა. მაშინ როცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში თხილის ექსპორტმა 40 მილიონ 400.000 დოლარი შეადგინა და 6062 ტონა იყო, ზრდა 45%-ია. მონაცემების თანახმად გაიზარდა თხილის საექსპორტო ფასიც 10%-ით. ქართული თხილის მთავარი საექსპორტო ბაზრები ესპანეთი და იტალია. საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაში ცვლილებები იგეგმება, რის შემდეგაც შესაძლოა საქართველოში წარმოებული თაფლის და ფრინველის ხორცის ჩინეთის ბაზარზე გაყიდვა შესაძლებელი გახდეს. საკითხზე შეხვედრა ეკონომიკის სამინისტროში შედგა. მეფრინველეობის ასოციაციაში აცხადებენ, რომ თუ პროცესები ბოლომდე მივიდა და ქართული წარმოების ფრინველის ხორცისთვის ჩინეთის ბაზარი გაიხსნა, საქართველოსთვის მნიშვნელოვანი პერსპექტივები ჩნდება. გაერთიანების ხელმძღვანელის ზურაბ უჩუმბეგაშვილის თქმით, ჩინურ ბაზარზე თეთრ ხორცზე მოთხოვნა ნაკლებად არის, თუმცა მზარდია დაინტერესება ქათმის და სხვა ნაწილებზე. როგორც ის ამბობს, ამან შეიძლება ადგილობრივი წარმოების განვითარებას მისცეს мотиваცია. მისივე თქმით, ამ ეტაპზე ქართული წარმოების ფრინველის ხორცის უდიდესი ნაწილი სომხეთსა და აზერბაიჯანში გადის, სადაც სახმელეთო გზებით ხდება გადაზიდვა. ქართული წარმოების ნატურალური წვენების ბრენდალალის დამფუძნებლის შეფასებით საქართველოდან ხილისა და ბოსტნეულის წვენების ექსპორტის ზრდის ტენდენცია ისეთი არ არის, რომ კმაყოფილები იყვნენ. გოჩა ღვინეფაძე BMG TV-ს გადაცემა რედაქტორთან ინტერვიუში ამბობს, რომ წვენების ექსპორტი მხოლოდ ფასის მატების ხარჯზე იზრდება და მოცულობები არ იცვლება. წლიდან წლამდე ექსპორტი მცირედით იზრდება, თუმცა ის რაოდენობა არ არის, რომ ვინმე იყოს კმაყოფილი. საექსპორტო ბაზრებზე ფასი იზრდება, თუმცა მოცულობები შესაბამისად არ იზრდება, აღნიშნავს ღვინეფაძე. მეწარმე იმასაც ამბობს, რომ წარმოებაში ხარჯის ძალიან დიდი ნაწილი შესაფუთი მასალებისა და სერვისის იმპორტზე მოდის, რაც მათთვის გამოწვევა. მისივე ინფორმაციით, საექსპორტო ბაზრებზე კონკურენცია საკმაოდ მაღალია და ქართული ნატურალური წვენები ძლიერ კონკურენტებთან ვერ ახერხებენ დაპირისპირებას. რესტორნებში უნაღდო დანახარჯები წლიურად მზარდია. 2025 წლის აგვისტოში TBC ბანკის არხებით რესტორნებში უნაღდო დანახარჯები 30%-იანი ზრდა დაფიქსირდა. საშუალო ტრანზაქციის მოცულობა კი 43 ლარი იყო. ამის შესახებ TBC კაპიტალის მომხმარებლის დანახარჯების დინამიკის კვლევაში ესაუბარი. ანგარიშის თანახმად აგვისტოში რესტორნებში შესრულებული უნაღდო გადახდების 63% საქართველოს რეზიდენტებზე მოდის, 37% კი არარეზიდენტებზე. ამასთან მიმდინარე წლის აგვისტოში TBC ბანკის არხებით წლიურად 23%-ით გაიზარდა რესტორნებში რეზიდენტთა უნაღდო დანახარჯები და საშუალოდ 32 ლარი შეადგინა. ამავე პერიოდში კი რესტორნებში არარეზიდენტების უნაღდო დანახარჯები ასევე გაიზარდა წლიურად 44%-ით და საშუალო დანახარჯი 111 ლარს გაუტოლდა. ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი რაჟდან კუპრაშვილი ჰონკონგის იუსტიციის მინისტრს და გენერალურ პროკურორს შეხვდა. ინფორმაციას ანტიკორუფციული ბიურო ავრცელებს. როგორც უწყების პრეს-რელიზში წერია, შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ანტიკორუფციული ბიუროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი გიორგი ბაღდავაძე, მამხილებლის დაცვის დეპარტამენტის უფროსი დიმიტრი ტორაძე და განათლების ცენტრის ხელმძღვანელი ლაშა კილაძე, ასევე იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი და ანალიტიკური საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს უფროსი. შეხვედრისას მხარეები შეთანხმდნენ კორუფციის წინააღმდეგ საერთაშორისო და ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებაზე აცხადებენ ანტიკორუფციულ ბიუროში. ფოთში უხმანალექმა ქალაქის რამდენიმე უბანში პრობლემები შექმნა, დატბორილია ქუჩები და ეზოები, გადაადგილება უჭირთ როგორც ქვეითად მოსიარულეებს, ისე მსუბუქ ავტომანქანებს. წყალმა საცხოვრებელი სახლების პირველ სართულებში შეაღწია. გადაუღებელი და ძლიერი წვიმის შედეგად სანიაღვრე არხებს წყლის გატარება უჭირთ. ადგილობრივები აცხადებენ, რომ წყალმა საყოფაცხოვრებო ნივთები დააზიანა. წყლისგან ზიანი მიადგა ერთ-ერთ ყვავილების მაღაზიასაც, სადაც თითქმის ყველა მცენარე განადგურდა. ფოთში მაცხოვრებლები ამბობენ, რომ მსგავსი ინტენსიური და ხანგრძლივი წვიმა არ ახსოვთ. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიაში ამბობენ, რომ ყველა შესაბამისი სამსახური მობილიზებულია. მათივე ინფორმაციით ამ დროისთვის მიმდინარეობს დაზარალებული ოჯახების აღრიცხვა, რათა შესაძლებლობის ფარგლებში მათი დახმარება გაუწიონ. ტექნოლოგიურ კომპანია Retaini, რომელიც მომხმარებელსა და ბიზნესებს ერთმანეთთან აკავშირებს და QR კოდებისა და ურბმულების საშუალებით სათავო ოფისებთან უკავშირის ან შეფასების გაგზავნის საშუალებას იძლევა 300-ზე მეტ კომპანიასთან თანამშრომლობს. ამის შესახებ BMG Drive-ის ეთერში Retaini-ის თანადამფუძნებელმა ლევან ჯაბუამ ისაუბრა. როგორც Retaini-ის დამფუძნებელმა აღნიშნა, ტექნოლოგიური კომპანია პარტნიორებისთვის ახალ სერვისს ნერგავს, რომელიც ბიზნესებს მომხმარებლებისგან მიღებული უკავშირის ანალიზს ხელოვნური ინტელექტის საშუალებით მიაწოდებს. ლევან ჯაბუას განმარტებით, AI ასისტენტი მიღებულ შეფასებებს შეისწავლის კომპანიებს და სუსტი მხარეების შესახებ მიაწვდეს ინფორმაციას და ანალიტიკას და პირდაპირ რეკომენდაციებსაც გაუზიარებს. Retaini პარტნიორ კომპანიებს 2023 წლის მაისიდან მომხმარებელთა შეფასებისა და კომენტარის მიღების საშუალებას აძლევს. საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა ობიექტებზე განთავსებული QR კოდებით მომხმარებელი საკუთარ შეფასებასა და შენიშვნას კონკრეტული კომპანიის სათავო ოფისს უგზავნის ისე, რომ მისი კომენტარი საჯაროდ ხელმისაწვდომი არ არის. საჭიროების შემთხვევაში Retaini პარტნიორ კომპანიებს კომბინირებულ სერვისსაც თავაზობს, რომელიც SMS მარკეტინგზე თანხმობასა და შეფასების ფორმებსაც ითვალისწინებს.
ევროპული ვიზიტორების სიმცირის ფონზე მთავრობა გაცვლას აზიური ბაზრებიდან ტურისტების მოზიდვაზე აკეთებს. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მარკეტინგულ კამპანიას ატარებს ჩინეთის, კორეისა და ინდოეთის ბაზრებზე. 2025 წლის პირველ ნახევარში მხოლოდ ინდოეთიდან საქართველოში ტურისტების რიცხვი 31.1%-ით გაიზარდა. 42.3%-იანი ზრდაა ჩინეთთან. ორივე აზიური ქვეყანა 2025 წლის 6 თვის მდგომარეობით იმ ტოპ-10 ქვეყანას შორის არის, საიდანაც საქართველოში ყველაზე მეტი ვიზიტორი შემოვიდა. როგორც მასპინძლობის ბიზნესის წარმომადგენლების ნაწილი ამბობს, ქვეყანაში არსებული ტურისტების კონტინგენტი ევროპელი და პოსტსაბჭოთა ქვეყნების ტურისტებისგან რადიკალურად განსხვავდება. ისინი მოგზაურობის დროს გაცილებით ნაკლებს ხარჯავენ. რესტორან მეგრული სახლის დამფუძნებელი ამბობს, რომ სტუმრების ზრდის მიუხედავად საშუალოდ ჩეკის მოცულობა იკლებს. ლეჩხუმში მდებარე მეღვინეობა ხომლის მარნის დამფუძნებელი თამაზ ომანაძე მიიჩნევს, რომ საქართველოში ჯერ კიდევ არსებობს მენტალური ბარიერი, რომელიც ქართულ პრემიუმ ღვინოს სათანადოდ არ აფასებს. ამის შესახებ მან BMG-სთან ისაუბრა. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მათი ღვინო ლონდონის ბუტიკში 800 ფუნტ სტერლინგამდე ფასდება, ადგილობრივ მომხმარებელს ეს მაღალ ფასად ეჩვენება მაშინ, როდესაც მსგავსი ღირებულება ფრანგული ან იტალიური ღვინისთვის მათთვის სრულად მისაღებია. როგორც ის ამბობს, საქართველოში ხომლის მარნის ღვინის ფასი 1600 ლარიდან იწყება და 3000 ლარამდე მერყეობს და სავარაუდოდ მომავალში კიდევ გაიზარდება. მეღვინეობა საერთაშორისო ბაზარზე უკვე პოზიციონირებს როგორც პრემიუმ ბრენდი. ომანაძის თქმით, ლონდონში მათი ორი ღვინო უსახელაური და ცოლიკაური ადგილობრივი ცნობილი ბუტიკის დახლებზეა წარმოდგენილი. ამ ეტაპზე კომპანია აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს ამერიკის ბაზარზე შესასვლელად. მისივე თქმით, ამ ეტაპზე უკვე დაწყებულია გაცნობითი პროცესიც. პროდუქტისადმი ინტერესი კი მუდმივად არსებობს, გაყიდვებით სტაბილურია და ღვინო მომხმარებელთა შორის ძირითადად საჩუქრის ფორმით იყიდება. ქუთაისში მდებარე სასტუმრო Seven Doors-ის თანადამფუძნებლის ქრისტინა მესხის თქმით, გასული წლის ნოემბერში განვითარებული მოვლენების შემდეგ ქუთაისში ტურისტული ნაკადების მკვეთრი კლება შეინიშნებოდა. როგორც მან BMG TV-ს გადაცემაში ქალების ნარატივი აღნიშნა, ეს ტენდენცია განსაკუთრებით იგრძნობოდა ქალაქში არსებული ყველა ზომის სასტუმრო და ბუტიკურ აპარტამენტებში. მისივე თქმით, ამ სეზონზე ქუთაისში ადგილობრივი ტურისტები ჭარბობენ, რაც გარკვეულწილად ქუთაისის აეროპორტის ფუნქციონირებით არის განპირობებული, თუმცა ის დასძენს, რომ მოგზაურები ქალაქს ხშირად მხოლოდ ჩასვლის ან გამგზავრების წერტილად იყენებენ და არა სრულფასოვანი ტურისტული დანიშნულებისთვის.